პროკურატურამ უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე კრისტალ ჯგუფის მფლობელის ვლადიმერ სტეფანიანის მიმართ სისხლისამართლებრივი დევნა დაიწყო. საქმეზე ჩატარებული გამოძიებით გინდება, რომ კრისტალ ჯგუფში შემავალი შპს ბაკურიანი ბიზნეს ჯგუფის ძირითად საქმიანობას დაბა ბაკურიანში სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობა და მისი შემდგომი რეალიზაცია წარმოადგენდა. ვლადიმერ სტეფანიანი, რომელიც ფაქტობრივად ხელმძღვანელობდა საწარმოს ყოველდღიურ საქმიანობას, უხეშად არღვევდა როგორც დაბა ბაკურიანის განაშენიანების გენერალური გეგმით დადგენილ, ასევე შესაბამისი სამსახურიდან მიღებულ მშენებლობის სანებართო პირობებს. უკანონო დაშენებულ საცხოვრებელ ფართებს კი ეტაპობრივად ასხვისებდა. აღნიშნული გზით შპს ბაკურიანი ბიზნეს ჯგუფმა დიდი ოდენობით 1,894,925 ლარის შემოსავალი მიიღო. მიღებულ დიდი ოდენობით თანხებისათვის კანონიერი სახის მისაცემად ბრალდებულმა თანხის ნაწილი შპს ბაკურიანი ბიზნეს ჯგუფის საბანკო ანგარიშებზე განათავსა, ხოლო ნაწილი პირად საკუთრებაში გადაიტანა, რის შემდგომაც საწარმოს თავისი და დაკავშირებული პირების სახელზე უძრავ-მოძრავი ქონებები შეიძინა. დაკავებულს ბრალდება უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე წარედგინა, რაც სასჯელის სახით და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.